ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის ოჯახი პრემიერ-მინისტრს ცხედრის გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით მიმართავს. გარდაცვლილი ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათ პრემიერის სახელზე განცხადებაც შეიტანეს. ალუდა ლიპარტელიანის ნათესავის მზე ქალა ჩანქსელიანის განცხადებით, მათ საქართველოში ცხედრის გადმოსვენების მიზნით არაერთ უწყებას მიმართეს. თუმცა ესპანური მხარე გადმოსვენების უფლებას არ აძლევს და აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში აღნიშნული არ შეიძლება. ახლობლების განცხადებით ლიპარტელიანი რამდენიმე ნათესავთან ერთად ესპანეთში 10 წელი ცხოვრობდა. 12 აპრილის მერე, რადგანაც დაიკარგა და ჩვეულებრივად გამოცხადდა ძებნა, გამოძიება დაიწყო და დაახლოებით 2 კვირის წინ იქნა ნაპოვნი ასევე ჟირონაში, ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული. ეს არის ჩვენი თხოვნა ეხლა სახელმწიფოს მიმართ, უშუალო პრემიერის მიმართ, რომ მათ დონეზე მოხდეს ჩარევა, ანუ სახელმწიფოებმა იქნებ მოლაპარაკებით, დიპლომატიით, რომ მოგვარდეს ეს საკითხი.